უკვე საზეიმოდ აღვნიშნეთ შობა და მოახლოვდა ახალი წელი. ძველით ახალი წელი, როგორც მას უკვე თანამედროვე ყოფაში აღნიშნავენ, ეს არის ფართო, უამრავი სხვადასხვა რიტუალით დატვირთული საზეიმო საერო დღე საქართველოს ტრადიციულ ყოფაში. როდესაც ვამბობთ საქართველოს ტრადიციული ყოფა, ცხადია არ გულისხმობთ მხოლოდ მე-19 საუკუნის პერიოდს და მე-20 საუკუნის დასაწყისს, არამედ საქართველოს ტრადიციულ ყოფას მისი არსებობის ყველა ეტაპზე. მოგეხსენებათ 25 საუკუნოვანი დიდი ქართული კულტურა გვაქვს ქართველებს, როგორც ეთნოსი ვარსებობთ უკვე ამდენი ხანია და აი ამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ბუნებრივია ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია სხვადასხვა კალენდარულ თარიღს ემთხვეოდა. იყო პერიოდი, როდესაც ქართველები ახალ წელს აგვისტოს თვეში ვზეიმობდით. შემდეგ იყო მარტის თვე, იანვარი დაახლოებით მე-10 საუკუნიდან შემოდის და მე-11 საუკუნეში უკვე ვრცელდება როგორც ახალი წლის აღნიშვნის დღე და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად 14 დღით შეიცვალა კალენდარი მსოფლიოს ერთ ნაწილში, საქართველოში ტრადიციის ერთგული დარჩა მოსახლეობა და აღინიშნება სწორედ რომ აი ძველით ახალ წელს, ანუ იმ ახალ წელს, როდესაც ძველი კალენდრის თანახმად 1 იანვარი შემოგბრძანდებოდა. ახალი წლის აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი გვაქვს საქართველოს ამა თუ იმ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეში. ახალი წელი, წელწდობაი, წელწადთა თავი, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარეში ახალ წელს რომაული ფუძიდან სიტყვიდან მომდინარე ტერმინით კალანდობით, კანდა აღნიშნავენ და ასე შემდეგ. ეს არ იყო ერთდღიანი დღესასწაული. საახალწლო სადღეობო რიტუალი რამდენიმე დღეს მოიცავდა. ის რა თქმა უნდა იწყებოდა დიდი სამზადისით, რომელიც წინ უძღვობდა ახალი წლის შემოგბრძანებას, გრძელდებოდა 1 იანვარი, 2, მე-3 იანვარიც და მთელი ამ დღეების განმავლობაში საქართველოს ამა თუ იმ ისტორიულ მხარეში აღინიშნებოდა ახალი წლის შემოგბრძანება ადგილობრივი ლოკალური ნაირსახეობებით. ქართული კულტურის ლოკალური ნაირსახეობებით. იყო რამდენიმე მთავარი ელემენტი, რომელიც საქართველოს ყველა ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეში მსგავსი იყო. ეს გახლავთ მეკვლის არსებობა, მაგრამ მხოლოდ ერთი მეკვლით არ შემოიფარგლებოდნენ საქართველოს ტრადიციულ ყოფაში, არამედ რამდენიმე მეკვლი ჰყავდათ. ერთი საოჯახო მეკვლე, ერთი საგარეო მეკვლე, თუშეთში და სვანეთში მაგალითად წყლის მეკვლეც იცოდნენ და ასე შემდეგ. ანუ მას შემდეგ რაც მოემზადებოდნენ საახალწლოდ, შესაბამისი სურსათ-სანოვაგე უკვე ოჯახში დაბინავდებოდა, მომზადდებოდა, საქართველოს ძალიან ბევრ მხარეში იყო ტრადიცია ტყიდან ხის მორის მოტანისა. ამ ხის მორს განსაკუთრებით დიდი ზომისას სვანეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში ამზადებდნენ. მას სხვადასხვა სახელები ჰქონდა, ზოგან ბებერა ერქვა, ზოგან სათარი, სვანეთში ხული და ასე შემდეგ. შემოჰქონდათ ეს საახალწლო ხე ოჯახებში, მაშინ მოგეხსენებათ ტრადიციული საცხოვრისი ოდნავ განსხვავებული იყო, საკმაოდ განსხვავებული ვიდრე დღეს არის. ოჯახი ძირითადად ერთ დიდ დარბაზში იყო თავმოყრილი კერიის გარშემო. და აი ამ ლამაზ ხის მორს, მაგალითად გუდამაყარში, ხევში მას თაფსაც წაუსმევდნენ ჯვრის ფორმის გამოსახულებით, სვანეთში, მთიულეთში ზედ შესვამდნენ პატარა ბიჭს და სიმღერით სამჯერ წრიულად მარჯვნისაკენ შემოტრიალდებოდნენ კერიის გარშემო. იცინოდნენ, ხუმრობდნენ, მღეროდნენ, შემდეგ ამ მორს შეუკეთებდნენ კოცონში და ის დილამდე გუზგუზებდა, იწვოდა. ზოგიერთ მხარეში კი არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომ ყოველ ოჯახში შემოსვლას თვითონ პატარა კონა ბებერისა შემოჰქონდა და ამ კოცონს ამატებდა. კიდევ მეორე საერთო თავისებურება, რომელიც საქართველოს ყველა ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეს ახასიათებდა, ეს იყო, როგორც უკვე გითხარით, მეკვლის არსებობა და ლოცვის, საოჯახო ლოცვის ტრადიცია. ყოველ ოჯახში მას შემდეგ, რაც საახალწლო სურსათ-სანოვაგე მომზადდებოდა, დაიკვლევოდა საახალწლოდ დასუქებული ღორი, მომზადდებოდა მთელი ის ხონჩა, ტაბლა, საკვლევარი, სამკლოველი, რასაც სხვადასხვა სახელები ჰქონდა საქართველოში, მომზადდებოდა ტაბლა ან გობი, რომელშიც მთელი ეს სურსათ-სანოვაგე ჩალაგდებოდა, აი ამის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთი მამაკაცი, ხანდაზმული, ახალგაზრდა ბიჭიც კი შეიძლებოდა ამ მისაკვლევი ტაბლითურთ გადიოდა ლოცვის დამსრულების შემდეგ ოჯახიდან და იმ ღამეს სადმე ჭერს გარეთ, ანუ საცხოვრებელი სახლის გარეთ ათევდა. იქნებოდა ეს თქვათ საბძელი, სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობა.
და ადრე დილით სწორედ ის შემოადგამდა მარჯვენა ფეხს ოჯახში და ხვავს ბარაქას, სიკეთეს, მშვიდობას, სიხარულს უსურვებდა თავის ოჯახს. მას ასევე სიხარულით შეეგებებოდნენ, შემდგომ იმართებოდა დილის ტრაპეზი, ოჯახი ერთად შემოუწყდებოდა სუფრას, აქაც ილოცებდნენ რასაკვირველია. აი ამის შემდეგ უკვე დღებოდა დრო, როდესაც ოჯახს მოუკვლევდა, მიულოცავდა ახალ წელს წინასწარ შემზადებული, წინასწარ დაგეგმილი ოჯახს გარეთა მეკვლე, საგარეო მეკვლე. ეს შეიძლება ყოფილიყო კარგი ფეხით მეზობელი, მეგობარი, ნათესავი მოყვარე, რომელიც სპეციალურად მოვიდოდა და ოჯახს მიულოცავდა ასევე საინტერესო ლოცვის ტექსტებით თუ ახალ წელს. ამ დღეს ქართველები, რომელთაც მოგეხსენებათ ჰქონდა ძალიან მაღალი ესთეტიური კულტურა, ხვდებოდნენ სხვადასხვა საახალწლო მისალოცი ატრიბუტებით. საახალწლო ნაძვისყე, რომელიც გერმანიიდან მე-19 საუკუნეში გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რასაკვირველია დღეს ჩვენთანაც ცოცხალი კულტურის ელემენტია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ეროვნული ქართული საახალწლო ატრიბუტებიც. აი დასავლეთ საქართველოში იყო ბევრი ვარიაცია საახალწლო ხის მორთვისა და მოკაზმისა. რაჭაში მაგალითად ლერწმისაგან ამზადებდნენ ულამაზეს გვერგს, რომელსაც შუაში ჯვრის ფორმის გამოსახულებას დაატანდნენ, შემოსავდნენ სხვადასხვა ზამთარში შემონახული მწვანე ფერის მცენარეულით, სხვადასხვა კურკანტელით გაალამაზებდნენ და იმ 4 ჯვრის ფორმის გარეთა ნაწილებზე, თქვათ, ბროწეულს, წითელვას ჩამოაცმევდნენ, რომ ის უფრო ლამაზი ყოფილიყო. კიდევ უფრო ესთეტიურად გამომხატველი და მრავალფეროვანი იყო ლეჩხუმური გვერგვი. სვანეთში ჩვეოდათ თხილის ხისაგან დამზადებული ძალიან ლამაზი რტოების გაკეთება და ამას ერქვა გვიზი, მორთვა მოკაზმა სხვადასხვა საახალწლო ტკბილეულით და ვერცხლის ფულებით ურთ. აი ესეთივე ძალიან ლამაზ საახალწლო თაიგულს სამეგრელოში კვიკვილი, ხვიხვილი ერქვა. ლაზეთში არსებობდა ქუჩუჩის გაკეთების ტრადიცია და ჩიჩილაკი, რომელიც გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში იყო მეტად ფართოდ გავრცელებული. ჩიჩილაკს თან უნდახლებოდა აუცილებლად კალპიც, რომელიც ასევე მეტად ლამაზი და მრავალფეროვანი იყო სხვადასხვა მხარის მიხედვით მთელ საქართველოში. აი ამ ლამაზ ატრიბუტებს რასაკვირველია ამზადებდნენ საახალწლოდ. კიდევ ერთი საერთო თავისებურება, რომელიც მთელ საქართველოში ახლდა ახალ წელს, განსაკუთრებით იმ მხარეებში, სადაც მესაქონლეობა იყო კარგად გავრცელებული. მაგალითად სვანეთში, თუშეთში, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში, ისტორიულ საქართველოში, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული. აი ამ მხარეებში არა მარტო ადამიანები ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს, არამედ იყო ტრადიცია, რომ იქ სადაც მსხვილფეხა მეურნეობა რქოსანი პირუტყვის იყო გავრცელებული, მაგალითად სვანეთში და თუშეთში, ერთი თეთრი უნაკლო ხარი დირით ადრე ოჯახის უფროსს შემოჰყავდა, კერიის გარშემო შემოატარებდა. მაგალითად მაჭახელში ჩვეოდათ ამ დღეს ცხვრის ან თიკნის შემოყვანა და ასევე კერიის გარშემო სამჯერ შემოტარება, იქ კაკუნაის ეძახიან ან თხის ან ცხვრის შვილს. არსებობდა მეტად საინტერესო სწორედ ამ ტიპის ტრადიცია ისტორიულ ტაოშის თანამედროვე იუსუფელის რაიონშიც. საქართველოს იმ მხარეებში, სადაც ობიექტური მიზეზების გამო კანონიკური წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა და მოსახლეობამ თვითონ შეითავსა რელიგიური მსახურების ფუნქცია, ახალ წელს ხატებში გადიოდნენ და წინასწარ წმინდანობდნენ. ეს ეთნოგრაფიული ტერმინია და აღნიშნავს იმ ხევისბერებისა და ხუცების ცხოვრების წესს, როდესაც ისინი ლოცვის აღსრულების წინა პერიოდში თავს სუფთად ინახავდნენ, ანუ ყოველგვარ უწმინდურებას ერიდებოდნენ, მარხულობდნენ, ცოლქმრულ ურთიერთობას არ ასრულებდნენ და ერთი კვირის შემდეგ ისინი საახალწლოდ გადიოდნენ თავთავიანთ ხატებში. ხევსურეთში, ფშავში მზადდებოდა მეტად ლამაზი ფორმის საწესო სარიტუალო პური, რომელსაც გოგა ერქვა და იყო ტრადიცია ამ საახალწლო სარიტუალო პურის დაჭრელებისა. მას დააჭრელებდნენ სპეციალური ტვიფარით, მასზე გამოსახული იყო მზის სიმბოლიკა, სხვადასხვა სოლარული სიმბოლიკა, გეომეტრიული, აგრეთვე სხვადასხვა მცენარეული, ხშირად თქვათ უღელი, ხარკამეჩი და ასე შემდეგ. და აი ეს სამეკვლეო გოგა მიჰქონდათ ხატში, სადაც ხევისბერები დალოცავდნენ, შემდეგ ამ გოგას თაფლში ჩატეხავდნენ, თითო ლუკმას მიაწვდიდნენ ყველა ოჯახიდან მოსულ თითო მეკვლეს და შემდგომ ეს მეკვლეები დალოცვილები ბრუნდებოდნენ თავთავიანთ ოჯახებში და სოფელს მიულოცავდნენ ახალ წელს. არის კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ასევე თითქმის მთელ საქართველოს ახასიათებს. დილით ადრე გადიოდნენ წყალზეც.
და ახალი წყალი შემოჰქონდათ ოჯახებში. აი ამ ახალ წყალს როგორც აიაზმას მოაპკურებდნენ ეზოკარმიდამოს. კიდევ ერთი ლამაზი ტრადიცია საახალწლო წვებოდა საინტერესო ფორმის სარიტუალო ეგრეთ წოდებული ბედისკვერები. სხვადასხვა გამოსახულების კვერები, ხარისა, გუთნეულისა, ყურძნის მტევნის გამოსახულებით და ასე შემდეგ. აგრეთვე ყოველი ოჯახის წევრისათვის თვითო ბედისკვერი. სხვადასხვა ფუნქციით დატვირთული, თქვათ მეხვრის ფორმისას გამოუცხობდნენ და ასე შემდეგ. აი ოჯახის უფროსი ქალი გავიდოდა შემდეგ ახალი წლის საზეიმო დაღმრთის შემდეგ კარმიდამოში, კალოსაც, ვენახსაც, კრუხწიწილასაც, ყველა სულიერს თუ უსულოს თავის კარმიდამოში ახალ წელს მიულოცავდა და იმ შესაბამის ბედისკვერებს დადებდა ან ჩამოკიდებდა იმ ადგილებში, რომლისადმიც მიძღვნილი იყო ეს ბედისკვერი. ძალიან საინტერესო ეთნომუსიკალური ფონი ახლდა ახალი წლის ტრადიციებს საქართველოში. მოგეხსენება ჩვენ მეტად მდიდარი ეთნომუსიკა გაგვაჩნია და არსებობდა სპეციალური საახალწლო სიმღერები, საგალობლები, რომელთაც ამ დღეებში ასრულებდნენ. ჰეი ბენძელი, კარი გაანჯი, ახალ წანას მუგახვამან. ენაჯვეში, სხვა ახალი ჯგირობუად გეხარი. ას გემოას დორჩინედაკ. ჰეი მენაძელი, კარი გაანჯი, ახალ წანას მუგახვამან. ენაჯვეში, სხვა ახალი ჯგირობუად გეხარი. დღას არცილებუდას ეშმაკიდო მაზაგვალი. Girialesa, do Girialesa, Girialesa, do Girialesa. Skani bağı çkherishi ebshavo, skani marani winishi ebshavo. Girialesa, do Girialesa, Girialesa, do Girialesa. Mochutzebuli korusda, Mevtunda shkritoshi zanashao. Agamurtuni kigebrizini nasha qara parasha. Girialesa, do Girialesa, Girialesa, do Girialesa. მოგეხსენებათ შობა ახალი გავლილია, ამიტომ ზოგიერთგან საახალწლო რიტუალსაც საშობაო დღეობის აღნიშვნის გარკვეული ელემენტები ემატებოდა. და ეს იყო ერთგვარი ალილოზე ჩამოვლის წესის მსგავსი საახალწლო ტრადიციები. ზოგიერთგან ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ და ახალი წლის საზეიმო დაღმრთის შემდეგ მთელ სოფელს ჩამოივლიდნენ სიმღერით, ხუმრობით, მილოცვით, აკრებდნენ შესაბამის ნუგბარს და შემდგომ ერთად ხინობდნენ. აი ძალიან სასიხარულოა რომ აი ამგვარი ქართული ტრადიციები დადასტურდა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ამ ბოლო ჩვენი ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს, მაგალითად ისტორიულ ნიგალში, დევსქელის, ებრიკის თემის, ისტორიული მურღულის სხვადასხვა სოფლებში ხანდაზმულ ადამიანებს ახსოვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის მეტად საინტერესო ტრადიცია. აი ამ დღეების განმავლობაში ახალგაზრდა ბიჭები 25-30 ერთად იკრიბებოდნენ, შეიმოსებოდნენ საბერიკაო ტანსაცმლით, ანუ საკარნავალო ტანსაცმლით, გამოყოფდნენ ერთ კაცს, რომელიც
დედოფლის კაბას გადაიცმევდა, პერსონაჟები ნაწილდებოდნენ ბოროტ პერსონაჟებად, კეთილ პერსონაჟებად, თამაშდებოდა დედოფლის გატაცების ინსცენირება და აი ამ სიცილ ხარხარით და ხუმრობით და აგრეთვე ძალიან საინტერესო ხალხური საგალობლის გურიელას თანხლებით ისინი ჩამოივლიდნენ მთელ სოფელს და ყველას მიულოცავდნენ ახალ წელს. თავისთავად ტერმინი გურიელა არის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ის ლინგვისტური კვლევითაც და ეთნომუსიკალური კუთხითაც ქართული კირიელეისონის სხვადასხვა ნაირსახეობა მოგვეპოვება, მოგეხსენება და ერთ-ერთ ვარიაციას წარმოადგენს. ლინგვისტური კუთხითაც ეს ძალიან ადვილად გარდამავალი ტერმინია გურიელას ტრადიცია წარმოადგენს იგივე მაგალითად სვანური კვირიოლას და კირიელეისონის სხვადასხვა ნაირსახეობას და აღსანიშნავია რომ აი მთელი 300 წლოვანი ისლამური ყოფის მიუხედავად მოსახლეობამ ეს ალილოს ერთგვარი ელემენტები და ხალხური ბერიკაობის ელემენტები შემოინახა. აღსანიშნავია 1 იანვრის ძალიან ბევრი საინტერესო ტრადიციაც. 1 იანვარს, ანუ როგორც კი ეს ახალი წელი შემოგზანდებოდა, მოსახლეობა ლოცულობდა ბასილის სახელზე. სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში შემონახულია ლოცვის ტექსტები, სადაც ზღვის ბასილი, მაგალითად სვანურად ზუღვაში ბასილი მეგრულად, ბასილის ზუღვაში მოიხსენიება და აი სწორედ აი ამ ბასილის ზღვისას შესთხოვდნენ ქართველები მშვიდობიან ბარაქიან წელიწადს. სამწუხაროდ ჩვენ ხანგრძლივი ათეისტური პერიოდი გავიარეთ, როდესაც საქართველო იყო ოკუპირებული საბჭოთა იმპერიის მიერ და ამ დროს მეცნიერები კვლევის თავისუფლებას იყვნენ მოკლებულნი. იკრძალებოდა ქრისტიანული ელემენტების ყოფაში არსებობის შესახებ ცვლად საუბარი. ამიტომ აი ეს ბასილისადმი მიძღვნილი რიტუალები წარმოდგენილია როგორც რაღაც წარმართული ღვთაება ბოსელის ვარიაციები. რეალურად მოგეხსენებათ 1 იანვარი ეს არის წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე. ამის შესახებ მუდმივად მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის პირობებში ცოდნა სწავლება მიეწოდებოდა მოსახლეობას და ხალხურ ყოფაში სწორედ აი ამგვარი ფორმით სრულდებოდა წმინდა ბასილისადმი აღვლენილი ლოცვა. ამიტომ ჩვენ დღესაც ყოფაში შევხვდება ბასილას სკვერები, ბასილას გამოსახულება და ასე შემდეგ, რომელიც სწორედ აი ამ წმინდა ბასილი დიდისადმი მიძღვნილ ხალხურ ელემენტებს წარმოადგენს. ახლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ თოვლის პაპის, თოვლის ბაბუის ინსტიტუტს. ეს არის შედარებით ახალი ფორმატით მოწოდებული დღეს მოსახლეობისათვის. ჩვენ ტრადიციულად როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მეკლე გვყავდა. მეკლე ყოველთვის უნდა ყოფილიყო მამაკაცი. ერთგვარი გენდერული უფლებების დარღვევაა, მაგრამ ითვლებოდა, რომ მამაკაცს უფრო ბედნიერი ფეხი ჰქონდა, ასეც არ ჰქონდა მნიშვნელობა, მეკლე შეიძლება ყოფილიყო შუახნის კაცი, მოხუციც, ახალგაზრდაც და პატარა ბიჭიც. აი ის იყო ადამიანი, რომელიც პირველი მიულოცავდა თავის ოჯახს, თავის სოფელს ახალ წელს. შესაბამისად, აი ამის ერთგვარი გენეტიკური გაგრძელება, თუმცა უცხოური ელემენტებით არის დღევანდელი თოვლის პაპა, თოვლის ბაბუა. კარგი იქნება თუ აი ამ ჩვენს თოვლის ბაბუას, პაპას, ანუ მეკლესაც ქართული ეროვნული ტანსაცმლით შევმოსავთ და არა ვთქვათ სანტა-კლაუსის უკვე აი მთელ მსოფლიოში გლობალიზებული ფორმით. იმიტომ რომ გვაქვს უამრავი ქართული ეროვნული სამოსი, სხვადასხვა პერიოდისა, სხვადასხვა მხარისა, რომლის გამოყენებაც ყოველთვის შეიძლება თანამედროვე ყოფაში. ქართულ საახალწლო რიტუალში მეტად მნიშვნელოვანია გარე მეკლის არსებობაც. აი ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც შესრულდებოდა შინაური მეკლის მიერ ოჯახის დალოცვა, მოდიოდა გარე მეკლეც, როგორც უკვე გითხარით და შემდეგ უკვე სასურველად ითვლებოდა სოფელში მისვლა-მოსვლა, ერთმანეთის გადაპატიჟება, ერთმანეთის მოწვევა და საერთო ხინის გამართვა. ძალიან ლამაზი საინტერესო საახალწლო სუფრა გქონდა ქართველებს. საშობაო ღორიც და საახალწლო ღორიც აუცილებელი იყო ყველა ოჯახისათვის. ჩვენ გვაქვს აღწერილობა ახალი წლის სამეფო კარზე შეხვედრის ტრადიციისა, ესეთი საინტერესო თხზულება საისტორიო არსებობს ხელმწიფის კარის გარიგება, სადაც აღწერილი არის, რომ სამეფო ტრაპეზს აუცილებლად საახალწლო მისალოცად ამშვენებდა გარეული ღორის ტახის თავი, მოხარშული. აი ხალხურ ყოფაში უკვე შინაური ღორის თავის სუფრაზე დადების ტრადიცია ჩამოყალიბდა და დღესაც ცოცხალია. ტკბილეული, უამრავი სახის ტკბილეული, წმინდა ის ქართული ეროვნული ბრენდი მოგვეპოვება ქართველებს, როგორიც არის გოზინაყი, როგორიც არის ჩურჩხელები, არსებობდა საქართველოს ზოგიერთ მხარეში და მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ საქართველოში საახალწლოდ 9 წვენა ან 7 წვენა კერძის მომზადების ტრადიცია. ეს იყო შემდეგი სახისა. 9 ან 7 სხვადასხვა მცენარეულისაგან მოხარშული კერძი საახალწლო სუფრას ამშვენებდა. ცხებოდა მრავალფეროვანი ქადეული.
არსებობდა ძალიან გემრიელი თაფლისაგან დამზადებული წვნიანის ტრადიცია სვანეთში და ასე შემდეგ. ანუ მრავალფეროვანი იყო ქართული ახალი წელი, როგორც სარიტუალო დატვირთვით, საოჯახო ლოცვების აუცილებლად არსებობით, ასევე სარიტუალო კერძებით და სარიტუალო სხვადასხვა სახის ატრიბუტიკითაც. ძალიან კარგი იქნება თუ ბევრი ელემენტი, რომელიც დღესაც შეიძლება გაცოცხლდეს, დამკვიდრდეს ისევ ყოფაში, კვლავ დავიწყოთ საახალწლო ქართული ტრადიციული მისალოცი ხეების, თაიგულების დამზადება და ეს იქნება მეტად შესანიშნავი, იმიტომ რომ დღევანდელი მსოფლიო ყველა ძლიერი კულტურული სახელმწიფო უფრთხილდება თავის ეროვნულ ტრადიციებს და ბუნებრივია მეტი შესაძლებლობა, მეტი რესურსი მოგვეპოვება ქართველებს და კარგი იქნება ამ მიმართულებითაც თუ გავაცოცხლებთ ჩვენს ტრადიციულ ყოფას. გილოცავთ ახალ წელს, უსურვებ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენას, ქართული ეროვნული კულტურის განვითარებას.